ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საბავშვო ბაგა ბაღს ააშენებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღის მშენებლობის პროცესს ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სიონის აღსაზრდელები ინფრასტრუქტურულად გამართულ ახალ ბაღში შეძლებენ. სიარულს ამჟამად სოფელში ბაგა ბაღის საერთოდ არ არის. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დასრულდება და ახალი სეზონისთვის ბაღი ბავშვების მისაღებად მზად იქნება. პროექტი ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით შენდება ბაგა ბაღი, რომელიც მოემსახურება 30-მდე აღსაზრდელს. რაც ამ ეტაპზე მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მაქსიმალურად დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთან არის გაუსაძლისი პირობები, ეს არის არასტანდარტული ბაღი, რა თქმა უნდა, ნაქირავებში ვართ, არის ერთი ოთახი, ერთი საძინებელი და ერთი სამზარეულო და გვაქვს იმედი, რომ ახალ ბაღში რომ გადავალთ, იქ იქნება ყველაფერი სტანდარტებში.